ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდის სოფელში მასწავლებლები ისევ გაიფიცნენ, რის გამოც გაკვეთილები ჩაიშალა. პედაგოგები დირექტორის გადაყენებას ითხოვენ. ამბობენ, რომ უკვე წლებია მისგან ზეწოლის და შეურაცხყოფის ატანა უწევთ. ისინი პროცესებში განათლების სამინისტროს ჩართვას და მის დროულ მოგვარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაკვეთილებზე შესვლას არ აპირებენ. ჩვეულებრივად მოვედით სკოლაში დილით დირექტორიც და შევედით ზარი არ დაირეკა და რო ვიკითხეთ რომ ზარი რატო არ დაირეკა თქო პასუხიც არავინ არ გაქვს და არ ვიცით რა მიზნით აკეთებენ ამას და მოვითხოვთ რომ ჩვენი უფლებები ირღვევა და როგორმე აღდგეს სასწავლო პროცესი. არც ერთი გაკვეთილი არ ჩატარებულა, ზარიც არ დარეკილა და ჩვენ ახლა საგამოცდო კლასი ვართ და რისკის ფაქტორის ქვეშ ვართ, იმიტომ რომ გამოცდები უნდა ჩავბრალოთ აუცილებლად და არანაირი უფლება არ აქვთ ამათ რომ ჩვენი უფლებები დაარღვიონ. იყო რაღაც წინაპირობა. გუშინ ახლა ბავშვები მოიმართა იმ დირექციის მიერ და რაღაც ისეთი სულები გააკეთეს, რომ მასწავლებლების საწინააღმდეგო ქმედებები იყო შემჩნეული. რაში გამოიხატებოდა და დატოვეს გაკვეთილი წავიდნენ რესურს ცენტრში. იქ დამრიგებლური რაღაც ესაუბრა, ახლა ყავდა რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, მაგრამ მოსულზე აქ ძალიან ისეთი უხეში ქმედებები მოიმოქმედეს ბავშვებმა. მე 10 წელია სკოლის დირექტორია. ამ 10 წელს განმავლობაში კოლექტივი განიცდის წნეხს, ზეწოლას, დაიწერა საჩივარი 20 კაცის ხელმოწერით, გადაიგზავნა სამინისტროში. ვართ რეაგირების გარეშე, ის ისევ დაბრუნდა დღეს სკოლაში, თითქოს ბიულეტინზე იმყოფებოდა. გვიპირისპირებს ბავშვებს, გუშინ მქონდა ბავშვებისგან შეურაცხყოფა, სიტყვიერი, რომელიც ბავშვი ახსენებდა მასწავლებლის საათებს. ახლა არ მინდა ყველაფერში გავიხსნა, 10 ბავშვია, ნათესაური კლანია და ჩვენ კოლექტიურად ვითხოვთ მის თანამდებობიდან გადაყენებას. მომხდართან დაკავშირებით თავად სკოლის დირექტორი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.